მინდა რომ ეს ჩემი მიერ დაწერილი ლექსი ყურადღებით მოისმინონ ქართული ოცნების მთავრობის მხარდამჭერებმა, ანუ პატრიოტებმა. პატრიოტებს იმიტომ გეძახეთ ქართული ოცნების მხარდამჭერებო, რომ თავად თქვენი ბელადი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თავს პატრიოტად მიიჩნევს, როგორც თავისი შვილი და მისი ოჯახის წევრები. ეს ხომ სიცრუეა ხალხო. ჯერ პატრიოტიზმი რა არის, ის თუ იცით, კითხე ერთი ივანიშვილს, ან თავის მის შვილ ბერა ივანიშვილს. ან სიტყვა პატრიოტი რას ნიშნავს, ის თუ იცით. მე ეს ლექსი მაშინ დავწერე, როდესაც ეს თქვენი პატრიოტი მთავრობის ნაწილები ნომერ მე-6 დაწესებულებაში ქალაქ რუსთავის გვანტანამოს ციხეში 6 თვე ნახევარს 6 თვე ნახევრის მანძილზე ავტოკალამს და ფურცელს არ მაძლევდნენ ლექსები და საჩივრები რომ არ დამეწერა და სოციალ მუშაკს არ უშვებდნენ ჩემს საკანთან, ახლოსაც კი არ მაკარებდნენ, სულში მაფურთხებდნენ, ღირსებას მილახავდნენ, ყველანაირ მეთოდს იყენებდნენ ჩემს მიმართ. არადა ადამიანის სულიერ და ფსიქოლოგიური წამება ძალიან ბევრად აღემატება ადამიანის ფიზიკურ წამებას, მაგრამ ამის შეგნება თქვენთვის ძნელია. და დრო შეგაგნებინებთ. გინდა არ გინდა შეგაგნებინებთ. ახლა კი აი ამ ჩემი მიერ დაწერილი ლექსს მოусმინეთ. ლექსებით სიმართლეს უქარგავთ, ციხიდან მტრედებს ვატანო, სოციალი აღარ მოდის, აბავის გავატანო. არაერთხელ დამემუქრენი მიგაჭრით მაგ ხელსაო, ზურგზე უნდა გირშეგაბავთ, გახსნით როგორც ხელსაო. შიშით გული რომ წიმივდა, მეც შევწყვით ეწერაო, ღერით ნათქვა სიმართლე არ ვინ არ დაიჯერაო. ყიაში რომ ამომივდა, ამბეჭებზე ცქერაო, შიშის ფეხებზე დევკიდე, მაინც დევწყეწერაო. სიმართლის თქმელი დამწერი ყველა მთავრობა ზულდაო, მაგრამ მე ამ ქაჯებთან ბრძოლა ბავშვობიდან მწყურდაო. როცა ამ სიმღერას ვწერდი, მღერა მტრედსაც სურდაო, ღერით მტრედმა ვერ იმღერა, მაგრამ ტექსტს არ მწუნდაო. სიმართლის თქმელი დამწერი ყველა მთავრობას ზულდაო, თუმცა მალე თავად ეს მტრედი გვეტყვის, დავით აიკლავდა ბრუნდაო. თუმცა სულ მალე თვით ეს მტრედი გვამცნობს, დავით აიკლავდა ბრუნდაო. დიახ, ქართული ოცნების მხარდამჭერებო, დავით აღვაშენებელის მსგავსი კლავდა ბრუნდაო. ეს გარდაუვალია, ეს ამ ქვეყანას უახლოეს დროში დავით აღმაშენებელის მსგავსი ღირსება და თამარ აღმაშენებლის და თამარ მეფის მსგავსის. გაიგეთ ახლა ქართული ოცნების მხარდამჭერებო. მაგრამ მე თქვენ კი არ მძულხართ, პირიქით მეცოდებით თქვენ უბედურ დღეს გაჩენილებო. გაგრძელება კიდე იქნება.